მოგესალმებით, მე ვარ ფსიქოლოგი ელენე ქორიძე და ეს არის პოდკასტი. ეს ის ინიციატივა, რომელიც თვეში ერთხელ გთავაზობთ შემეცნებით და ანალიტიკურ საუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გარშემო. ვეცდებით ახალი პერსპექტივიდან დავინახოთ ის, რაც ჩვენთვის ნაცნობი, უცნობი ან ბუნდოვანია. როდესაც ავტორიტარიზმი მყარდება ქვეყანაში და რეპრესიული მექანიზმები უკვე ამოქმედებულია, ფრონტის წინა ხაზზე ქალები დგანან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გვყავს ორი პოლიტიკური პატიმარი ქალი, მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი. და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო აქტივისტი ქალი და რას ნიშნავს იყო აქტივისტი ქალი რეგიონში. და სწორედ ამ თემაზე დღეს ჩვენთან სტუმრად არის მოსული ლილი ფულარიანი, ციფრული კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია რაც დაუბრუნდა იმერეთს, მის ასე ვთქვათ, ადგილს, სადაც გაიზარდა და დღეს მასთან ერთად ვისაუბრებთ ლილი. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ და ამხელა გზა გამოიარე, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყავი. როგორ ხარ? მადლობა მოწვევისთვის. ახლა არ ამიშავს, მაგრამ ზოგადად მაღონებს, ეგ არის ჩემი პასუხი. რა ვიცით ხოლმე დაიდენტიფიცირება რა გჭირს შფოთვები გვაქვს რა მაღონებს და ეგეთ შეღონებულ მდგომარეობაში ვართ ეგ მგონი. და რაღაცნაირად ვუძლებთ ამ ყველაფერს. ხო, რაღაცა ყველაფერს ეჩვევი ადამიანი. აი შეიძლება შეღონებულ მდგომარეობასაც. შეჩვევის ნაცვლად უფრო მეტად მე მგონი ვუძლებთ ჯერჯერობით ამას შევეჩვევით. შეჩვევა, მაგრამ არ შეგუება. არ შეგუება. ყველაზე ესეთი კარგი ფორმულირება მე მგონი. ლილი, მე თუ სწორად მახსოვს, ბოლო 4 წელია, რაც დაუბრუნდი დიმს და არაერთ ინტერვიუში გითქვამს, რომ სოფელი დაცარიალდა. იქ ქალები აღარ არიან და მათი უმეტესობა წავიდა ემიგრაციაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს უკავშირდება ერთი მხრივ სოციოპოლიტიკურ, ეკონომიკურ მიზეზებს, ასე ვთქვათ, თუ რატომ მიდიან ქალები და რატომ ტოვებენ ოჯახებს. და ეს გამოცდილება შენთვისაც ძალიან ახლობელი არის და ძალიან მტკივნეული არის 2024 წლის 24 ნოემბერს. ქალების მხარდამჭერ მარშზე შენ გქონდა ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ემოციური სიტყვა აი ამ მარშის მსვლელობისას, რომელსაც გულწრფელად რო გითხრა, მე პირადად ცრამლების გარშე ნამდვილად ვერ მოვუსმინე და შენ საუბრობდი, რას ნიშნავს, როდესაც ყავს ოჯახში ემიგრანტი დედა, საუბრობდი შენს გამოცდილებაზე, ტკივილზე და მიუხედავად ამისა, შენ ქვეყნიდან ემიგრაციის ნაცვლად დაუბრუნდი იმ ადგილს, სადაც გაიზარდე და მაინტერესებს როგორი იყო დიმში დაბრუნება და ზოგადად როგორი არის დღეს სოფლად მცხოვრები ადამიანის ყოფა და ყოველდღიურობა. ხო, მაგ სიტყვით გამოსვამ ძალიან ბევრი ტროლი და ბოტი მომანიჭა და რაღაცა საოცარი პირველი ესეთი არმიამ რო ამიყვანა ხელში და ეს ხელის ფულზე მატარა ტროლების და ბოტების ეგ სიტყვა იყო. ძიმეა, რთულია რეგიონში ცხოვრება, თუმცა ამას წინათ რომ დაუკვირდი, მეც როგორც ქართველი ქალები არიან გამოკიდებულები უცხოეთსა და საქართველოს შორის, მეც ეგრე ვარ სოფელსა და ქალაქს შორის, იმიტომ რომ სოფელში ეკონომიკური საქმიანობა ფაქტობრივად შეუძლებელია და თუმცა მე იქიდანაც ვახერხებ მუშაობას, იმიტომ რომ ვარ ფრილანსერი და დისტანციურად მუშაობ სხვადასხვა პროექტზე, სამსახურისთვის ან კერძო პიროვნებებისთვის და ასე შემდეგ და მე მაქვს მაგის ფუფუნება და ესე ვარ მეც გამოკიდული. სხვანაირად ცალკე სოფელში ცხოვრობდე, იქ მუშაობდე და ჩემს სოფელშიც, დიმშიც, ჩემ გარშემოც არიან ძალიან შრომის მოყარე ადამიანები, მაგრამ ოჯახის გამოკვების მიღმა ძალიან იშვიათად ახერხებენ რამეს. და ჩემ შემთხვევაშიც ეგ იყო, რომ ჩემს უნდოდა რომ გვესწავლა და რაღაცა განათლება მიეცა და ეს განათლება როგორც უმაღლესი სასწავლებელი არის ერთგვარი რაღაცა არ ვიცი ოქროს ბილეთი რომელიც შეგიძლია შვილს მისცე და ამიტომაც ვეუბნები ხოლმე რაღაცა პატარა თაობას რომ ეს არის აი მშობლებს გონიათ რომ ამით აი რაღაც როგორ გითხათ რა ბრძოლის ველზე რომ დაეცემი და აი ბოლო მომენტში რომ იტყვი რომ აი
შვილი მაინც გადაარჩინე რაღაც ეგეთი ამბავია რა ათავსწირავენ რომ აი რაღაც შესაძლებლობა მაინც მოგცეს და სწორედ ეგ არის ხოლმე და მაგიტომაც ვუთხარ რომ ავხსნა რომ აი რაღაცა უნდა ვეცადოთ რომ დავანახოთ რომ განათლებას ვიღებთ და მათი ეს ძალისხმევა ესე არ ჩაიწყოს და ძალიან ბოდიში რომ გეჭრები მაგრამ აი დღეს როდესაც საუბარი აქტიურად მიმდინარეობს იმაზე რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს და ამაში ბრალეულობა ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე ექნება ქართულ ოცნებას აი ეს პროცესიც ძალიან გართულდება იმიტომ რომ და ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება იმიტომ რომ ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში ქალებს არ აძლევს იმის საშუალებას რომ დასაქმდნენ, ქონდათ ღირსეულიანი ზღაურება და ეს არის ხო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის სამწუხაროდ ანუ ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ რომ დატოვონ ქვეყანა. კი, მე მახსენდება ხოლმე ზუსტად ამ ბოლო დღეებში გამახსენდა რამდენიმე ისტორია, როდესაც ევროპაში ზღვით სად შესვლა და დაიღუპნენ, დაიხრჩნენ და ეს ისტორიები რაღაცა მეორე პირისგან რო გაქვს მოსმენილი და მოყოლილი, ვინც მათთან ერთად იყო, ან ძალიან ახლობელი ადამიანები, ასევე ქალები, რომლებიც გაიგუდნენ ავტობუსში და ეს იმერეთში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, იმიტომ რომ ქუთაისიდან და ქუთაისის მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან მასობრივად წავიდნენ 90-იანების ბოლოს 2000-იანების დასაწყისში და ეს იყო გადაპარვა. რაღაცა ავტობუსში სადღაც მიმავალსაც ჰაერი არ ქონდა და ბევრმა ამას ვერ გაუძლო, ან ჩუმად გადაპარვა, ტყე-ტყე გადასვლა, ეს ისტორიები არის ჩვეულებრივი ამბავი. და დედაჩემს მათ შორის ძალიან გაუმართლა, იმიტომ რომ რაღაცა ლეგალურად მოახერხა სტუმრად ჩასვლა ევროპაში, თორემ ერთ-ერთი ისტორია შეიძლება და მისიც ყოფილიყო. და გარდა ამისა ეს ვიზა ლიბერალიზაცია ხარასაც შეეხო. იყო ის რომ მაგათაც ჩემს სამეგობროშიც და საახლობლოშიც, მათ შორის ბაღდადში და მათ შორის სოფელ დიმში შვილებმა დედები ნახეს პირველად 10, 15 და 20 წლის შემდეგ. მას შემდეგაც რაც ეს ვიზა ლიბერალიზაციით მოხდა, რაღაცა გაამარტივა ეს პროცესი და ჩასვლა შეძლეს და მგონია რომ ისევ იმ პროცესს უბრუნდებით, ან ჩვენ ემიგრაციას ვეღარ ვაჩერებთ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამ ეკონომიკურ მდგომარეობაში რაღაცა ღირსეული ცხოვრება ოჯახებისთვის და განსაკუთრებით მშობლებისთვის რომ უყურონ რამდენად შესაძლებლობების გარეშე არიან მათი შვილები. და ხო, და ეხლა პირიქით უღარეს მდგომარეობას უქმნით რაღაც დროს ამოისურთხეს რომ ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ რაღაც საბუთები მოაწესრიგეს და აღარ უწევთ ესე გადაპარვა. მაგრამ მე მგონია რომ ისე იგივე ისტორიები დაგვიბრუნდება თუ ეს მოხდა და ხო, ძალიან მეშინია მაგის. თუმცა შენ დაბრუნდი დიმში და შენი საქმიანობა, აქცია, აქტივიზმი, უფრო სწორი შეიძლება იყოს თუ ვიტყვით, რომ შენი საქმიანობა თარგმნე აქტივიზმში. დაარსე, ასე ვთქვათ, საინიციატივო ჯგუფი დიმელი ქალები, ნინა სოული, ასე ვთქვათ, გამოაცოცხლეთ. Facebook-ზე გამოგვიწერეთ. ნინა სოული გამოაცოცხლეთ აქცია, იმერეთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ ფემინისტურ სივრცეთ ცდილობა, ასე ვთქვათ, შექმნა რაღაც უსაფრთხო სივრცეები ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვისაც შეიძლება მსჯელობას, დისკუსიას, ფიქრს მათ შორის და რაღაცნაირად შენი მცდელობა, მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში, არის ის, რომ ყოფა გახადო გაცილებით უფრო მრავალფეროვანი საინტერესო და რესურსებით დატვირთული. და მაინტერესებს როგორი არის შენი გამოცდილება, როგორც აქტივისტი ქალის რეგიონში, როგორი არის იყო აქტივისტი. მე მომიწია სოფელში დაბრუნება და ეგეც თანაკვეთაში დიაჩემის ემიგრაციასთან, იმიტომ რომ მამაჩემის ჯანმრთელობის გამო მომიწია იქ დაბრუნება და რადგან დიაჩემი იყო ემიგრაციაში, მე ვუვლიდი ძირითადად, ჩემი დები პერიოდულად მეხმარებოდა ხოლმე, მაგრამ რაღაცად მე აღმოჩნდი ისეთი, რომელიც ყველა ადგილიდან მუშაობს და მე ავიღე იქ პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. და იქ პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ როდესაც ქალები მიდიან ემიგრაციაში, მათი შვილები და ძირითადად გოგოები ხდებიან ოჯახის, რა ვიცი, ქალები. და ეგ არჩევანი არ ყოფილა ჩვენ შემთხვევაში, უბრალოდ ისე მოხდა, რომ არც არასდროს გვიწუწუნია მაგაზე და ყოველთვის ბუნებრივად მივიღეთ ეგ ამბავი, მაგრამ მივხვდით, რომ რაღაც ნაადრევად ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში, ჩემი დების შემთხვევაში მოხდა ნაადრევად რაღაც ის. ბავშვობიდან უკვე ხო რომ ამბობდნენ, რომ ეხაც მეუბნება, რომ შეყავს გამორჩეული ბავშვი ვიყავი და იმიტომ რომ რაღაცა ბევრ პასუხისმგებლობას გრძნობდი და რაღაცა სილაღის უფლება შეიძლება ვეღარ ვაძლევდი თავს. და თან მინდოდა რომ დიაჩემს შევხვდებოდი ამ
უამრავ პასუხისმგებლობაში. და დღეს როგორც არის ჩემი მთავარი რაც დავინახე იქ ადგილზე მოკეთადგან გადავედი, ვიფიქრე რომ ახლა დისტანციურად ვიმუშავებ და ჰამაკში წამოვწევ მაგას რა ჯობია ხო? ეგეც ცხოვრებას, მაგრამ რო დავინახე რომ კი ჰამაკში ჩავწეხი 1-2 დღე და რაც კარგი იყო, მაგრამ სოციალიზაცია გჭირდება ადამიანს და რაღაცა ფიქრების გაზიარება ან არ ვიცი, გასვლა სადღაც და მე ესე აღმოაჩინე რომ ვერსად ვერ გადიხარ რა არის რაღაცა როგორ თქვა რა საბიგალოკები ესე რა თქვა საჭიდელი სიტყვა რა თქვა მაგრამ ზუსტად აღწერს იმას რომ აი ერთ ადგილს რომ შევედი რომელსაც კაფე ბარი ქვია არ ვიცი ისეთი ჩხუბი იყო რომ აი დავიხარე რომ თებში არ მომხვედროდა და ნუ მე კი მათ შორის ბაღდადში ძალიან კარგი კაფე შექმნეს გლიცინე მაგრამ ძირითადად პრობლემა ის არის რომ მარტო ხარ გონია რომ მარტო ხარ ერთი და რეალურადაც მარტო ხარ იმიტომ რომ იმდენად ყველას თავისი პრობლემა აქვს და იმდენად ყველას თავისი საქმე აქვს და განსაკუთრებით ქალებს რომ მშობლები, დედამთილები და ოჯახის სხვა წევრი ქალები არიან ემიგრაციაში, რომ აი სახლიდან სხვის გამოყოფის საშუალება არ აქვს. და რაც ერთ შეხვედრაზე ერთმა ქალმა თქვა და ყველაზე მეტად ჩამწყდა გული და რაც ჩემი მიზანი არის რომ ეგ ეგრე არ იყოს და ფიქრობ რომ ხელისუფლება ზუსტად მაგაზე მუშაობს რომ ეგ ეგრე იყოს არის ის რომ ერთმა ქალმა თქვა რომ მე არ მეგონაო სხვები თუ ესე ფიქრობდნენო. ან ჩვენ ისე ყველაფერი სისტემა ისე მუშაობს რომ ჩვენ გვეგონოს რომ მარტო ვართ. არავინ დაგვეხმარება, არავინ მოვა, ვერავინ გვიშველის, არავინ ფიქრობს ჩვენსავით და არავის ვაღელვებთ. და ეგ რეგიონებში განსაკუთრებით წარმატებით ხერხდება და ახერხებენ მაგას და რა ვიცი პატარა ერთ მაგალითად თუ შევეწინა რა ჩემი მიზანი არის ხოლმე რაღაც მინიმუმ 1 რა არ მინდა რაღაც 1000-ზე გასვლა ხოლმე რა მინდა რომ ჩემსავით ერთმა ადამიანმა მაინც გაიგოს რომ რაც მარტო არ არის და მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი სისტემა მუშაობს ამისთვის ჩვენ ერთმანეთს არ დავტოვებთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რასაც აკეთებ და ხშირად სწორედ აი ამ საქმიანობის გამოც გამხდარ ხარ და შენ ახსენე დასაწყისშიც რომ აი ციფრულ სივრცეებში ამ ტროლების და ბოტების სამიზნე გამხდარ ხარ როცა ვემზადებოდი ამ ეპიზოდისთვის გამიხსენე შენი ერთ-ერთი სტატუსი რომელიც დაწერე 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ რომელიც აი ამ თავდასხმებს ეხმიანება არ ვიცი, სამწუხაროდ ძალიან რთული არის აქტივისტის საქმიანობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, როდესაც ეს ყველაფერი ხდება დედაქალაქისგან მოშორებით, რაც კი სიმარტოვეც არის, შეიძლება ნაკლებად გქონდეს ამ დროს განცდა რაღაც მხარდაჭერის და ასე შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რა არის ხო მიზანი, რომ შენ ციფრულ სივრცეში თუნდაც ესე თავს დაგესხან, რომ დათესონ შიში, რომ შენ თუ გაბედე და ხმა მოიღე ეს ვეღარ გაბედო და სხვებისთვის იყოს მაგალითი, მაგრამ შენ შემთხვევაში ეს ასე არ მომხდარა, რაღაცა შენი საქმიანობა აგრძელებ იმ საქმიანობის გაკეთებას, რაც აქამდე აკეთებდი და ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი არის შენი გამბედაობაც და ბრძოლის უნარიანობაც, მაგრამ მაინტერესებს შენი დაკვირვებით რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე და ფსიქიკური ჯანმრთელობაზე. ამას არ გეკითხები როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს, ხო, იმიტომ რომ შენი სპეციალობა სხვა არის, მაგრამ შენი დაკვირვება როგორ აისახება აი ეს გამოცდილებები ადამიანების, აქტივისტი ადამიანების, შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ემოციურ მდგომარეობაზე. საკმაოდ რთულად ერთი ის არის რომ ჩემთვის ალბათ რაღაც ჩემი ნერვიულობს ხოლმე როცა თბილისში ვარ და რაღაცა მოვლენების ეპიცენტრში, მაგრამ მაშინ ვარ ყველაზე მშვიდად როცა მოვლენების ეპიცენტრში ვარ, იმიტომ რომ აკვირდები რაღაცა პროცესებს შორიდან და არანაირი მონაწილეობის, ესე ვთქვათ, განცდა გაქვს, რომ მონაწილეობას ვერ იღებ. როგორც აი ემიგრანტები არიან ხოლმე და ხშირად უთქვამთ, რომ აი ეგეთი განცდა გაქვს, შენც ეგეთი განცდა გაქვს სოფელში და ხო, საკმაოდ ისეთი რთული არის ემოციური, აი ეგ ემოციური ნაწილი, მაგრამ მეორე ნაწილი ის არის, რომ რა ვიცი, მე ის მეხმარება, რომ გავდივარ და ვენახში ვმუშაობ, რაღაცებს გულს ვაყოლებ ხოლმე და თან გინდა არ გინდა ფიქრი გერთვება იგეც დროს რა, როცა ეზო არის მოსავლე, როცა რაღაც სარემონტო სამუშაოა ჩასატარებელი და ეგ არის ჩემი თვითგადარჩენის ერთ-ერთი მექანიზმი და გამწარებულად თუ მუშაობ, შეიძლება არ მუშაობ, მაგრამ ეს იგი მაშინ ცდილობ ხოლმე დამშვიდებას და ზედ გადაერთვება ხოლმე ფიქრი მაგაზე და სხეულებრივ დონეზე გიწევს რაღაცების კეთება.
სხვა მხრივ ამას რაც შეეხება ხო ტროლების და ბოტების და არ მხოლოდ ტროლები და ბოტები ეს არის რასაც ახლა მე ვხედავ, მაგრამ იქ ჩემს ზუგზუკარას ლაპარაკობ რაღაცა რაჭორებს ავცილებენ ესე ვთქვათ, იმას ყოველდღურად ვერ ხედავ ხო? თუმცა მე რადგან სხვა ქალებს ვასწავლი, რადგან ონლაინ უსაფრთხოება ეგეც ჩემი მიმართულებაა. ძალიან ბევრი წამიკითხავს და განსაკუთრებით სანამ რაღაც გაკეთებას დავიწყებ, მანამდე უფრო ან მე ვიკვლი, ან წავიკითხო რაღაც ნაშრომები, მათ შორის უცხო ენაზე და შესაბამისად რაღაცები რაც ჩემ გარშემო მომხდარა სოფელში ან ამ შემდეგ ჩემ როგორ გითხრათ, არაფერი არ იყო უცხო და არაფერი არ იყო ახალი. მაგრამ რაღაცები მაინც ძალიან მტკივნეული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ველოდი, ანუ რაღაც ესეთი ნაბიჯები რო გაქვს და ეხლა რო ამ ნაბიჯზე ხარ, რომ იცი რომ შემდეგ ეს იქნება, მაგრამ რაღაცები მაინც მტკივნეულია ხოლმე. თუმცა ეს ტკივილი თუ იმისთვის არის რომ მე სხვა მაგარ განიცადოს მაშინ კი ბატონო ავიტანთ მაგ ტკივილს მაგრამ თუ ეს ტკივილი გვაჩერებს და მე ვიტყვის რომ აი მოდი აღარ მინდა რომ იგივე განვიცადო აი მაშინ არის პრობლემა და ხო მეც ჩემ შემთხვევაში ცოტა განსხვავებით არის და ეხლა მაგალითად ვხედავ ქუთაისში აქციებზე მდგარ და არა მხოლოდ სხვა ტიპის აქტივიზმში ჩართულ ქალებს იქნებიან ეს ზუგდიდში არაჩვეულებრივი ქალები, რაღაცა არ ვიცი, აი ჟანადარკები თუ არ ვიცი, მაიეწყეთელები თუ რა ვიცი, კიდე ბევრ შემზე შევადარო. ბათუმში საინტერესო პერფორმანსებს აკეთებენ. კი, ბათუმში მყოფი ქალები და ჩემი პოზიცია რაღაც კუთხით განსხვავდება და ეგ პრივილეგიასავით შეიძლება მინდოდა მეთქვა, ან მე არ დაბრუნებულ ვარ, თქვა 20 წლის ასაკში, სოფელში 22 წლის ასაკში. ცოტა 27-28, ხო, რაღაც ეგეთი რა, 28 წლის ვიყავი, რომ დაბრუნდი და რაღაც ჩემი კარიერა მქონდა, ჩემი სტატუსები, რომელსაც უნდა თუ არ უნდა უწევთ რომ პატივისცენ რა, თუნდაც იმიტომ რომ იციან რომ ძალიან კარგად დაიცავ თავს და თავზე თუ გესხმებია შენც არანაკლებ დაესხმები რა, რაღაც ეს უკვე გაძლიერებული რომ ჩადიხარ, რაღაცა ამიტომაც ვფიქრობ რომ განსხვავდება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხედავ რომ პატარა გოგოები როცა იწყებენ, აი როგორ იწყება მათზე თავდასხმა თუნდაც წამიკითხავს კომენტარებში, რა, აი 18-19 წლის გოგოებს, აი ნათესავი ბიცოლები და რაღაც მეზობელი ქალები როგორ არცხმენენ რაღაცის გამო, რომ იცი რა შენ ისეთ კარგ ოჯახში ხარ გაზრდილი ამ სიტყვას როგორც კადრულობ. ნუ ჩემთვისაც უთქვამთ ეგეთი რაღაც და კომენტარებში აღარ ვარჩევ ხოლმე, მაგას მე მივიდივარ და პირდაპირ ვეუბნები. გამოდის ჩემი ეს და ახლა შეგეთი არ მა. იცი რა კი მნიშვნელოვანია ეგ რომ ადამიანები ეგზოს აი შენ იქ რაღაცა ცარიელ არსებას ან კერე ლაპარაკები, იქ მე მელაპარაკები და ძალიან ხშირად არის ეგ აღქმა, რომ თვითონ რასაც ონლაინ სივრცეში დაწერ. კი. გასტროლილი არის ეს ყველაფერი სივრცეში და ამ დროს კი, ამას კითხულობენ ადამიანები. ხო, და აქვე მინდა რომ ეს ბულინგის თემა ვახსენო, რომ მეც ვასწავლი ონლაინ რაღაცა თავდაცვას, უფრო პრევენციას რა, როგორ არ განსაკუთრებით ბავშვებს და მოზარდებს და ქალებს, როგორ არ მივიღოთ ეს ჩვენ თავში, როგორი ონლაინ კურსი გავაკეთეთ, შარშან სკინვარი და გადასარევი. სადაც თანამშრომლობა ქონდა და საკმაოდ ბევრი ქალით გავაძლიერეთ მაგ ნაწილში და ყოველ შემთხვევაში ეუბნებია ხოლმე შენ რაღაცები გვასწავლე. როგორ მიხარია. ხო, და ეს ბულინგის გასაზღვრება ხო? ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი, იცი რა, შენ რო აბულინგებ რაღაცა მთავრობის წევრებს თუ რაღაც. ბულინგი არის ამას ახორციელებს ძალაუფლების მქონე. და არა, როდესაც ადამიანი რომელიც თავს ცევს, ან როგორ თქვა, ადამიანი შეჭრიდა ამბობ რომ ნუ მაყენებ შეურაცხყოფას ახლა ეს ხო აბსურდია ხო? ქალობა როგორი არის, როცა ხმას იმაღლებ ნებისმიერი რამის წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, რა ვიცი. სოფელში გაჩერება არა გაქვს, რაღაცა გადათხრილია და ბავშვები საოცრად შეიძლება ჩავარდნენ, ან რაღაცა საგზაო წესები არ იცვება იქ ტერიტორიაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ქალი გამოდის და ამბობს, იმაღლებს ხმას, ამაზე არის რომ აი სოფელში მაგალითად რა ჯერ კიდევ არის ისე რომ აი მოიმე ქმარი არ ყავს სახში რომ ახლა ამან არ ილაპარაკოს და ეგრევე მიდის ხოლმე რაც პირად ცხოვრებაზე რა აი თამამი ქალია რაღაც ეგეთები ხო და შესაბამისად თუ ეს კარგად არ გვაქვს გააზრებული ეს ჩვენ მიმართ კი არ არის თავდასხმა პიროვნულად ანუ რაღაცა ლილი ფულარიანზე ეს არის სისტემური თავდასხმა რომ გააჩუმონ ქალი და იმიტომ რომ და როდესაც ეგ კარგად გააზრებული მე შენი მართვა ხდება შეუძლებელი. მაგალითად ვამბობ ხო მეთქი გამიმართლა იმაში რომ არც მამ ყავს, არც ქმარი, არც ბიძა და ეგეთი მამა ჩემი ყავს, რომელიც არის
აი არ ვიცი, რაღაცა შემიძლია ეს მამაჩემს ხარდაჭერა გაგინაწილოთ ყველა სახში როცა მივიდივარ და მოუყვები, რომ ნუ გო აი ესე მოხდა დღეს და მაგარი გოგო არის იქ და დამტენის ხოლმე და მამაჩემი ყოველთვის რაღაცა ვამბობ, რომ ეს არის რაღაცა ფემინისტური ესენი აქვს რა მოსაზრებები, იმიტომ რომ 4 უფროსმა გაზარდა და არ იქნებოდა და მისი აჯობებდა ალბათ. და შესაბამისად ჩვენზეც ძალიან ისეთ ხარდაჭერია და სულ მთელი ბავშვობა მესმოდა ხოლმე, რომ ჩვენს აი სულ ეგ იყო, რომ აი აბა რა ისწავლე ახალი, აბა რა სად დაიწყე მუშაობა, აბა ეხლა როგორ იცი, აბა ამაში ხარ დაგეხმარო და შესაბამისად სულ სხვა მიმართულებით მივდიოდით ხოლმე ბავშვობიდან და ეგრე რო იზრდები, ანუ ვინც შეიძლება შენთვის იყოს ავტორიტეტი, ის ადამიანი თუ გიჭერს მხარს, მე წარმოუდგენელია, რომ ვიღაცა გახდა შენთვის ავტორიტეტი, რომელიც გაგაჩუმებს. და ეგ არის ჩემი თავარი ძალა და მაგას ვამბობ, რომ ოჯახში ძალიან გამიმართლა, მოკლედ ოჯახის წევრებში და ძალიან მეცინება ხოლმე, ეს რაღაცა ჩემს დებს ან დედაჩემს ან ვიღაცებს დააბარებენ ხოლმე ან ცდილობენ, რომ აი გაფრთხილების ამბავში, რომ აი შენი გოგო იქნებ ცოტა გაჩუმდეს არ რაღაც და ძალიან მეცინება ხოლმე, რომ მე ოჯახში უბრალოდ ვარ ყველაზე ხმამაღალი, თორე ყველაზე ისე ძლიერი და შემტევი არ ვარ და მეთქი ნუ გააბრაზებთ ჩემი ოჯახის ქალეს ეგეთი ვარ და უბრალოდ ხო ეს ხმაურიანი ვიყავი რომ ფიქრობ რომ რაღაც ყველაფერზე უნდა ამოიღო ხმა და სამართლიანი პრინციპში ხო სამართლიანი კი და ხშირად არის აი მაგალითად მეც ჩემი მისამართით მომისმენია რომ ოჯახში არ გეუბნებიან რომ სტატუსები არ დაწერო Facebook-ზე და ისინი უარეს წერენ ეგ გაბავი არის და მოკეთ ძირითადად ცდილობ ახლა რომ ქალები მართონ ოჯახის წევრი მამაკაცებით რომელთანაც უნდა დაალაგონ და კაცებთან სხვანაირად ლაგდება რაღაცები და ჩემთან და იმ ქალებთან რაღაცები იმიტომ ვერ ლაგდება რომ აი მაგალითად მთელი ბავშვობა რომ უგულებელ ყოფილი იყავ აი პირობითად არ ვიცი ვიღაცა ძალიან მარტივ მაგალითს მოვიდა ნაყინებს რომ უყიდ და ბიჭებს და შენ არ გიყიდ და იმიტომ რომ აი ცხოვრებაში არაფერში გამოადგებოდი რა ეგრე რომ გიდგებოდა ეხლა ძალიან ისეთი მაგალითია მაგრამ აი მართლა ჩვეულებრივი ამბებია რომ აი მეზობელ ბიჭებს დაუძახებდნენ წაიყვანეს სადღაც და შენ არაფერი უბრალოდ გოგო იყავი თან მეოთხე გოგო ოჯახში ის რა შეაინტერესება და რაღაც ეტაპზე უკვე და შენს პროფესიაში თუ საქმეში თუ არ ვიცი აქტივიზმში რაღაც წონიანი რო ხდები მე ხვდები რომ მოსასვლელი პირიც არ აქვს რა იმიტომ რომ როცა მე ვიყავი და რაღაც დახმარება მჭირდებოდა ეხლა ვიხარო მეუნები რომ ან გაჩერდე ან ცოტა ისე დაილაპარაკე ხო და ერთის მხრივ მოკეთ ეს ხარიბ და ისეთ მდგომარეობაში გაზდა და აი ახლა ვამბობდი ზუსტად მაგას რომ ახლა TikTok-ზე უყურებდი რას ტრენდებს ვინ ლაპარაკობს ძირითადად ახლა ახლანდელი სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ და ძალიან გამორჩევენ ქალები და გოგოები და ვამბობ რომ მე მადლობა უპალო ღარიბ ოჯახებში გაზრდილი გოგოების შურისძიების დრო მოვიდა იმიტომ რომ ამ გოგოებმა მართლა ბევრი ესეთი პროგრამით იქნება ეს ერასმუსი თუ სხვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით შეძლეს არა მხოლოდ პოლიტიკის რა თუნდაც თავიანთ სფეროში რაღაცების სწავლა იქნება ეს ფსიქოლოგი იქნება ეს ავიცი კვების სპეციალისტი არ ვიცი და მაგიტომაც ისტორიკოსი თუ ასე შემდეგ ყველამ შეძლო გადამზადება ან ჩემ შემთხვევაშიც რა მე ინგლისურ ენაზე შემიძლია რაღაც ინფორმაციის მოძიება და კითხვა ეგ ერასმუსის დამსახურებაა იმიტომ რომ ან მქონდა ესეთ ფუფუნება რომ ინგლისური ენის მომზადებაში ფული გადამეხადა მაგალითად და ეგ ყველაფერი გაძლიერება მე უკავშირდება ამას და ამიტომაც ცდილობენ ახლა სავიზო რეჟიმის შეჩერებას და პირიქით ამის პროვოცირებას და ამ პროგრამების გაჩერებას, რომ იცი რომ ეგ ძალიან ესეთ კრიტიკულ მოქალაქეს ზრდის, რომელსაც მე ვეღარ გააჩერებ. გეთანხმები, აი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ახლა ვფიქრობდი უბრალოდ ჩემთვის, რომ ერთი არის რომ საზღვრები გახსნა, აი ადრე თუ გახსოვს რაღაც რამდენიმე პროფესია იყო, მარტო რაზეც ყველა აბარებდა და უცებ გაჩნდა რაღაცა სიახლეები შემოვიდა. შეიძლება ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ვეწევით რაღაცნაირად თანამედროვე სამყაროს და მრავალფეროვანი გახდა ადამიანების არჩევანი და ესეც პრინციპში ეს არის ევროკავშირიც, რომ შენ მქონდეს ძალიან ბევრი რაღაც ფართო არჩევანი რა გინდა რომ გააკეთო და ამის ჩაკვლის მცდელობაც არის და ჩვენ დღეს ძალიან ბევრი, რა ვიცი, მე ახლა რაღაცებს რომ ვეცნობ ხოლმე აღმოვაჩენ, რომ აი თურმე რამდენი წარმატებული ქალი ბიოლოგი ყოლია, რაც არ ვიცოდი აქამდე, რამდენი წარმატებული, არ ვიცი, ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული ქალი და ძალიან რაღაც იმედის მომცემი არის ეს ყველაფერი და ძალიან გულსატკენი არის რომ შეიძლება ამას შეექმნა საფრთხე სწორედ რომ შენ აღარ იყო მრავალფეროვანი საზოგადოება, აღარ ყავდეს მრავალფერო რაღაც განათლებაზე დგას საბოლოო ჯამში ეს სიძლიერეც და ამის წართმევა უნდათ ყველაზე მეტად.
და აი ლილი შენ სწორედ აი ამ მიმართულებით მუშაობ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რაც გაქვს დიმში ხო ბაღდადში არის ეს რომ აწყობ კინოჩვენებებს, აწყობ არ ვიცი რაღაცა დისკუსიო სივრცეებს და ამ ახალგაზრდები მოდიან შენთან და მაინტერესებს აი როგორ ერთი მხრივ ეს თავდასხმები, ეს რაღაც ჭორების გავრცელება იქნება თუ იქნება ერთი მხრივ ეს პიროვნულად როგორ აისახება ემოციურ დონეზე ეს ერთი მიმართულება არის, მაგრამ საინტერესო არის რა გავლენას ახდენს ეს თვითონ ადგილობრივ მოსახლეობაზე და როგორ აი მიმღებლობა რამდენად აქვთ შემდეგ აი ამ ასე ვთქვათ კინოჩვენებების, სადისკუსიო სივრცეების აი როგორ უყურებენ ასე ვთქვათ აი შენ საქმიანობას და ხომ არ ახდენს ეს ყველაფერი შემდეგ გავლენას უკვე აი ადგილობრივ დონეზეც. ხო, იცი ძალიან კარგად უყურებენ, შემიძლია თქვა და ვინც არ უყურებს კარგად, თავისთვის შეინახავს. ხო, ეგ არის საშუალება. პრობლემა არის ის, რომ გულისხმობ გავლენას. კი, რა თქმა უნდა, მაგას არის რომ პიროვნულად შეიძლება ვიღაცა არ მოგესალმოს, ეგეთ შემთხვევა არ მქონია. არ ყოფილა რომ მე არ მისწავლებდი. ხო, და არ მოგესალმოს და ეგეთ რაღაცები მოკლედ, ნუ ომხრივი იყო, როცა არ მისწავლებთ ერთმანეთს, ნიბიჟუ ჩაურწყით როგორ ვთქვა და თუმცა ახდენს იმ გავლენას, რომ აი რაღაცა თუ ადრე მოვდიოდი შენთან, შენს ღონისძიებას ვესწრებოდი, ეხლა თავის შეკავებას მომჯობინებ, ეგ ძალიან ბავია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში ვინც არის დასაქმებული და ეს ბევრ რამეს მოიცავს. ან მისი ოჯახის წევრია საჯარო სექტორში დასაქმებული. თუმცა მე არ ვარ უკმაყოფილო რაოდენობაზე არასდროს არ ვთვლი რა ჩემს პროგრამა მინიმუმი არის ერთი და ვამბობ რომ აი კინოთეატრში აი დღეს ცოტა ხალხია თავიდან რო ვიწყებ ხოლმე ცოტა გვიან ხომოდიან და დღეს ცოტა ხალხია ვამბობ რომ ერთი ადამიანი საკმარისია და თუ არავინ არ იქნება ეს ერთი მე ვიქნები და ჩავთავაზ კინოს და ვუყურებ ძალიან გადასარევად ხა და ეს არის ჩემთვის ანუ უფრო ის ყველაფერი არის პრეცედენტული რა ჩემთვის ახლა არ ვიცი არც თუმცა რაღაც მე რომ წერენ ხოლმე ან მოდიან და მე მეუბნებიან რომ აი ისე ველოდი და ისე მინდოდა და მშობლებს უთქვამთ რომ აი ჩემმა შვილმა პირველად ვერ დაიძინა აჟიტირებისგან რა და რა ხენით სოფოში კინო უჩვენეთ ხო უბრალოდ თუმცა ეს არის ზუსტად ის რომ ადამიანი ხედავს რომ ერთი ადამიანის მცდელობას რეალური ცვლილებების მოტანა შეუძლია თუნდაც შეუძლია შექმნას კინო სოფელში და ამ დროს როცა საქართველოს მუნიციპალიტეტი ყველა მუნიციპალიტეტში ძირითადად თუ არ ჩავთვლით თავარ აი რა ვიცი ქუთაის მუნიციპალიტეტი ეს არის იმერეთის დედაქალაქია. ყველგან არის კინო გაუქმებული, ყველგან არის საჯარო თავშეყრის ადგილები. აი ძალიან მეცინება ხოლმე, ეხლა მაგალითად ბაღდადში ძალიან ლამაზი სკვერი გვაქვს, ჩემი მეგობრები ამბობენ, ეხლა მერიის წინ რო რაღაც სივრცე გარემონტდება, სადაც მერია საზღვრავს ყველაფერს რა ჩატარდება, ვინ შევა და კონტროლ ქვეშ არის ყველაფერი, ეგ არ არის საჯარო სივრცეების შექმნა. ხო და რაღაც თქმა მინდოდა კიდე, მაგრამ როგორც მამა ჩემი თქვა, სულ აღარ მაქვს ნახსოვრობა. ამდენი გადაგწეული ფიქრისგან, ხო, რაღაცები მოვიწყდება ხო. და აი სწორედ მაგ მიმართულებით წავიყვან საუბარს მაშინ, რომ აი გარდა იმისა, რომ ეს გარედან წამოსული ზეწოლა არის, რომ აქტივიზმში აქტიური იმ ადამიანების მიმართ აქტივიზმში აქტიურად არიან ჩართულები, ხშირად ისაც ხდება ხოლმე, რომ ეს ადამიანები ადანაშაულებენ საკუთარ თავს, რომ რაღაცას არაკეთებენ საკმარის, რომ რაღაცნაირად ხელშესახების შედეგი თითქმის ძალიან რთულად არის მისაღწევი, რომ რაც გააკეთე, იმ რაღაც შედეგი გამოიღო, ან დანაშაულის განცდა, მაშინ თუ ოდნავ მოდუნდი მოეშვი, საკუთარ თავს რაღაცა დრო დაუთმე და დაისვენე და რაღაცნაირად აი აქტივიზმში გავრცელებული არის ესეთი ხშირად დამაზიანებელი ნორმებით, როგორც არის მაგალითად მოწამეობრივი კულტურა, რომ შენ შეიძლება შენი კეთილდღეობის ხარჯზე, ასე რომ ყველაფერი გაიღო და გააკეთო, ოღონდ ეს ყველაფერი გააკეთო საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე, საკუთარი კარგად ყოფნის ხარჯზე და ძალიან ხშირად ის ხდება ხოლმე და ამას რა ვიცი, არა მარტო ჩემი დაკვირვება არის, არამედ რაღაცა ძალიან ბევრი კვლევის და ადამიანებთან საუბრის შედეგად მიღწეული ეს არის რაზეც ვსაუბრობ ახლა და ეს ხშირად უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, ხო? იმატებს შფოთვის დონე, იმატებს რაღაც დეპრესიული ფონიც, ადამიანები ხშირად მიდიან იზოლაციისკენ, ან იფიტება ემოციურად და ფიზიკურად და აქტივიზმში აქტიურად და მუდმივად ჩართული ადამიანი ხშირად იფიტება ხოლმე და ეს გამოფიტვა ძალიან უკავშირდება შემდეგ სხეულებრივ შეგრძნებებთან
ცხოვრებსაც, რომ და ფიზიკურ დონეზეც ვლინდება, რომ აი ხშირად ხდება ხოლმე ავად, აქვს მუდმივად თავის ტკივილები, კონცენტრაციის სირთულეები, მათ შორის მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოს აი ეს მეხსიერებასთან დაკავშირებული, რომ რაღაცები უფრო მარტივად გავიწყდება, ვიდრე სხვა სიტუაციაში, ასე ვთქვათ. მოკლედ ძალიან გავრცელებული არის ეს სირთულეები და მე მაინტერესებს რა გზები არსებობს მხარდაჭერის, რომლებიც გეხმარება, რომ შეინარჩუნო ფიზიკური და ემოციური სიმყარე ამ ქარიშხალში, როგორც ადგილობრივ, ისე, არ ვიცი, სხვა დონე, აი ციფრულ, ფიზიკურ დონეებზე, აი რა არის ეს მხარდამჭერი ქსელი, თუ არ ვიცი რა დავარქვათ, რაც გაძლევს აი ამ ხნეობას, ასე ვთქვათ. ხო, ეგეთი დანაშაულის შეგრძნება მეც მაქვს ხოლმე, რომ მაგალითად ახლა რუსთავაზე არ დგახარ, ან ქუთაისის რუსთავაზე არ დგახარ, როგორც მინიმუმ, მაგრამ ბუნებრივი ამბავია, თან განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ქალები ძალიან ვარ ჩართული ზრუნვის შრომაში. იქნება ეს ულით ბავშვებს, მოხუცებს, შიშიმოპირებს და ასე შემდეგ და იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობის ოჯახის წევრი ქალები ემიგრაციაში არიან, რაღაც დამატებით შრომაში ვარ და ძალიან რთული არის მუდმივად ამ პროცესში იყო ჩართული და აკეთო რაღაცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ხანდახან ოჯახისთვის იმდენ მნიშვნელოვანი საქმეები ყავს აკეთებელი, რომ ფიზიკურად თავს ვერ წერ მთელი კვირის განმავლობაში. და ჩემი რაღაცა ესეთი ეს შეგრძნება ძალიან რომ აწუხებდა, მე იყო რომ აი საერთოდ რომ გიზღუდავენ რაღაც არეალს, მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში ეს კინოს ვატარებდით, კინოთეატრის ჩვენებებს ბაღის ეზოში. ბაღის ეზოდა რომ გამოგვიშვეს, მე ეგრევე ეს არის. რაღაცა ძალიან მეხმარება ტექნოლოგიური და მე მგონია რომ ნებისმიერ პროფესიაში არის რაღაცა ისეთი, რომელიც შეიძლება მე ჩვენს აქტივიზმში გამოვიყენოთ და დაგვეხმაროს. მე ძალიან მეხმარება ტექნოლოგიებთან სიახლოვე ის რომ ტექნოლოგიებში არ არსებობს პრობლემა, რომელიც ვერ გადაიჭრება. არსებობს პრობლემა, რომელიც შეგვიძლია YouTube-ზე ნახო ინდოელებს უყურო მაგათ ტუთორიალებს. არის პრობლემა შეგვიძლია რომ შენს რაღაც მეგობარს დაურეკო, რაღაცა შენს მენტორს დაურეკო, ლექტორს დაურეკო თუ რაღაც, ну ყოველთვის არის გზა და ეს ერორი გაასწორო. და შესაბამისად ეგეთი ტიპის აზროვნებას ალბათ ეგეც მეხმარება, რომ სულ არის რაღაც პრობლემა რომ ჩდება, ეგრევე ვიწყებ მაქვს ABG რაღაც გეგმები და ანუ თუ იქ არის ეზოში ჩავატარებ, თუ ეზოში რაღაც ოჯახის წევრების განმეორება წინააღმდეგობა, მე სად გავაკეთო და აი ესეთი მაგათ არეალს როცა გვიზღუდავენ, ეს არ ნიშნავს რომ მომწყვდეულები ვართ, არამედ ეს ნიშნავს რომ აი რაღაცა ვიწრო არეალიდან შეგვიძლია გავარცოდოთ ეგ ყველაფერი. და თან გონია რომ უფრო კარგი ჩვენებაც არის რა, რაღაცა მაგალითიც უფრო კარგი არის, როცა აი ესეთი ბორკილებში ხარ, იმ ბორკილებში რის კეთება შეგიძლია რა. და ჩემ კიდე დახმარების არის და დახმარების თხოვნა ვისწავლე. ეს ძალიან კარგი მადლობა, ზეციურო ძალებო თუ არ ვიცი ფსიქოლოგიის წიგნებო, არ ვიცი. დახმარების თხოვნა ვისწავლე, მაგალითად რო ხვდები რომ გადაწვის რეჟიმში ვარ და ძირითადად მე ეს ზრუნვის თან ქვეყანაზე რო საზრუნვის თაშეს თავზე თან პროფესიაზე თან ოჯახის წევრზე აი ყველაფერი ძალიან რთულია და ვითხოვ რომ აი დღეს ძალიან ცუდად ვარ რა, ამოდი რაღაცა გავაკეთოთ. იქნება არ ვიცი მართლა ქალების სოხუმში ყავაზე შეკრებაა თერაპია რაცა. ჩემთვის სიარული არის ძალიან კარგი თერაპია და რაღაც გავიდეთ და მოვცდეთ ამ საინფორმაციო ველს და აი მაგას ვითხოვ ხოლმე რომ თან მარტო თუ არ მინდა რა აი რაღაცა გავიყოლო და ადრე იყო რა რაღაცა შეიძლება მომრიგდებოდა რომ აი რაღაც არ შევაწუხო ეხლა რაღაც ჩემ გამო და ეხლა აღარ მერიდება ხოლმე ეგ და მაგის გარდა ხო მე მაქვს ის უფუნება რომ თანამოაზრეებს მაგათაც სოფოში თუ ძალიან ვიწრო ფიზიკურად ბევრი ხალხი რო არ არის, იქიდან კიდე თანამოაზრეებით, რომელიც კიდე დროს გამოგიყოფენ ამაზე სასაუბროს არ რთული საპოვნელია, მაგრამ რაღაცა თქვათ ცოტა ახლო აი ქუთაისში ჩავსვა მაგალითად თუნდაც და იქ თანამოაზრეებთან რაღაცებს გაზიარება, იქ მეხმარება, თუმცა ეს ძალიან ცოტა ადამიანის ფუფუნებაა. ჩემ გარშემო რა ვიცი, ბევრს არ ვყავს, მაგათ უძალს მანქანა, იმიტომ რომ რაღაც ტრანსპორტ 6 საათს მერე ვეღარ მოძრაობ და რთული და კიდე ბევრ შრეში არის შესთანარი დაკავშირებული როგორც შეგიძლია ადამიანს განტვირთვა და რაღაცა საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაფრთხილება ამ პროცესში. მაგრამ ძალიან დასაწყისში ახსენა შენ მიწასთან მუშაობაც ან ეზოში მუშაობა და რაც ხელით საქმიანობა ესეც არის ერთ-ერთი რაღაც მხარდამჭერი გარდა იმისა რომ ახლობლებთან დაკავშირება დახმარების თხოვნა რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან დიდი მადლობა რომ ამას გვიზიარებ და უზიარებ მსმენელს პირველ რიგში. და აი დასასრულისკენაც რომ წავიყვანოთ საუბარი და ნელ-ნელა ფინალისკენ წავიდეთ.
მიუხედავად იმისა, რასაც ვილაპარაკეთ, როგორი რთული არის ეს იყო აქტივიზმში და იყო ზოგადად აქტიური მოქალაქე, იმიტომ რომ დღეს ეს აქტივიზმი ძალიან ფართო ცნება არის, ხო? ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცა ფორმით აქტიურობს და აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას, თუნდაც აქტივისტი არის, ასე ვთქვათ. კი, ყოველთვის. და ხედავთ, რომ პროტესტი დაიწყო, არ ჩერდება და გრძელდება, ასე ვთქვათ, უკვე რაღაც 7 თვეა და უფრო მეტი ამ დროის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ გარემო კიდევ უფრო და უფრო მეტად რეპრესიული ხდება. და ალბათ ამ ნოტაზე მინდა რომ დავასრულოთ და შეიძლება რასაც გვეტყვილილი ეს მხარდამჭერი და გამაძლიერებელი იყოს ბევრი აქტივისტისთვისაც რა გაძლევს ძალას გააგრძელო ბრძოლა და არ განებდე მაშინაც როდესაც რეალობა ასეთი მძიმე და წამლეკავი არის ხშირ შემთხვევაში. ხო მე ერთი პატარა მიგდება მაქვს არ ვიცი ეგ რამდენად უნივერსალური იქნება ყველაზე ცუდი შედეგის მიღება რა შეიძლება მოხდეს ხო ჩვენ ხედავთ რომ ქალები დღეს არიან ციხეში სიათ და ნინოც ახლა ციხეში არიან და კიდე რამდენი პოლიტიკური პატიმარი და მათ შორის კიდევ ერთი არის ქალი თუ არ ვცდები ხო მათგან ყველაზე უარი შეიძლება დაგემართოს, ხო? არის ციხე და არის მომკლან, ანუ რაღაცა იგი. რომ ოკეი. ციხეში ნამყოფი ვარ ლექციებში შედარებული იცი და ძალიან გადასარევად გძენი თავი ბიბლიოთეკა იყო, არ ვიცი, თუ გამიშვებდნენ მაგალითად, მაგრამ ამის მიღება რომ ყველაზე უარესი შეიძლება დაგემართოს და მეორე მხრივ არის მეორე უარესი არის ის რომ მოგიწევთ დიქტატურაში ცხოვრება, ხო? შენ ამბობ ესეთ რაღაცას ერთ-ერთ შენ სტატუსში რომ ჩემნაირი ქალები სამადგილოს არიან რუსეთშიო, ციხეში, კუბოში და ემიგრაციაში. კი ბატონო. ნუ ემიგრაციაში არ მივდივარ, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომ აი სიცოცხლის ფასადო დამიჯდეს, მე ემიგრაციაში არ მივდივარ. იმიტომ რომ ემიგრაციამ ვერაფერი ვერ გადაჭრა ჩემს ოჯახში, პრობლემები ვერ გადაჭრა. არამედ ეს არის რაღაცა აქედან თუ მოგვეკვდა, იქიდან მოგვემატა, ხო? და ნუ ციხეში ნამყოფი ვარ და არ მეშინია, რა ვიცი, არც სიკვდილის არ მეშინია, იმიტომ რომ 38 წლის მანძილზე იმდენად სავსეცოცხლით ვიცხოვრე, რომ არ ვიცი, ალბათ რაღაცა ადამიანები რა 900 ცოცხლოვისაც აქვს, ისინი ვერ გადიან ამდენ რაღაცას და ეგ არის, რომ არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი თქო რა, მაგას ვამბობ, რომ ვინც შეეწირა მაგ ამბავს, რომ ჩემთვის სიკვდილზე უარესია იმ რეალობაში ცხოვრება, რასაც ქართული ოცნება გვიპირებს, რაღაცა. მაშინ უნდა ყოფილიყავი ეს ცოტა რა, რაღაცა მონური ფსიქოლოგიის, რა მოკეთო დავიბადე ეგ ჯვარი რომ დამესვა, ამას ასეთი ამბავი იქნება. და ჩემი თავი რაღაცა ცხოვრების კრედო არ ვიცი, რაღაცა რამდენად არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაც გავიაზრე არის ის რომ მე რაღაცები რაც გამოვიარე, რაღაცები რაც შემხვდა ცხოვრების გზაზე. მე არ მინდა რომ სხვებმა გაიარონ. ეს არის ჩემი აქტივიზმის თავი და ბოლო. და თუ ამას ან უარესებს ადამიანები გადიან ჩემ გარშემო, ესე იგი ჩემი აქტივიზმი საჭიროა და იქნება აი როგორ პიროვნულ დონეზე რა, რა ვიცი, სადღაც იმ დილეგში, რა ვიცი, ვიღაცა ის რაღაცა ის ხომ მომაკითხავს, რა ვიცი, რა ქვიათ იმას, ვინც იცავენ მაგას. პირიქით. არ ვიცი, რაღაცა ყოველთვის შეიძლება, გზა ყოველთვის არის რა, ეგრე მგონია, სამ ცოცხალი ხარ და როცა ცოცხალი არ ხარ კიდე რა, მე ეგრე უყურებ, რა ჩვენ ხო ვკითხულობთ ეხაც ქართველი ქალების, რომლებიც რაღაცა საუკუნის წინ წერდნენ და იბრძოდნენ და იყვნენ პარლამენტში და რამდენ რაღაცას აკეთებდნენ, მათ ხო რაღაცა ნაკვალები გაიარეს და ჩვენ შეგვიძლია რომ მათი ნაშრომები წავიკითხოთ, მათი ფიქრები წავიკითხოთ და ვა, 1 საუკუნის წინ თუ ფიქრობდნენ ქართველი ქალები ამას, მე ხლა ამაკედან კი არ დავიწყებ, ახლა გავაგრძელებ მაგას. ეგრე მგონია რომ იქნება ჩვენი საქმეები და ჩვენი სახელები, რაც არ უნდა პატარა საქმე გქონდეს ნაკეთები რა. ეგრე რაღაცა სახლი ხო ისე აგურებით შენდება თუ მე მოყვები იმ აზრში რომ ემიგრაცია ეხლა ნამდვილად არ არის გამოსავალი და მეც თუმცა ვერ ვიტყვი რომ ანუ რაღაცა ამ ადამიანებს ვიცი მაგას ირჩევს. რა თქმა უნდა არა. ან რამით ვამტყუნებ და ასევე ვიტყვი ძალიან დიდ მადლობას ვიტყვი მე ემიგრანტ ქალებს რომელსაც ფიზიკურად გადაგვარჩინეს. შიმშილს არ ვიცი ძალიან ბევრ რაღაცას გადაგვარჩინეს და ეგ სხვეპლი გაიღეს და არასდროს იმ ადამიანებს არ ვადანაშაულებ ვინც წავიდა ემიგრაციაში. არანაირად და არც იმათ ვინც ახლა ფიქრობს ან აპირებს რომ წავიდეს. ეს არის რა ყველაფერი გადის იმაზე რა გზას ირჩევ და ეს არ შენ ირჩევ გზას რომ იყო აქტივიზმში
თუ დაიცვა შენი, ასე ვთქვათ, ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება და აქ აბსოლუტურად არ არის სწორი ან არასწორი პასუხები, ხო? ეს არის ადამიანის არჩევანი, რომელსაც ყველა პატივს ვცემთ, ასე ვთქვათ. და ერთს დავამატებდი კიდე ჩემი რაღაცა ესეთი რჩევა, არ ვიცი რამდენად შეიძლება ეთქოს, მაგრამ მე რას მივაგენი, რომ აი მაგალითად 12 წლის მე დაბადების ხარ გადამიხდია და ეხლა ბოლო დროს გავაანალიზე რატომ რომ დედ ჩემი წავიდა მაგის მერე ემიგრაციაში და მაგის მერე ყოველი დღესასწაული ჩემთვის იყო რაღაცა ვერ ხვდებოდი რა იყო, მაგრამ სულ იყო სევდა და რაღაცა სიხარული ყველაზე ნაკლებად და ეხლა რაღაცა 20 წლის მერე გადაწყვიტე რომ დაბადების დღე გადამიხადა, მაგრამ ყველაფერი ასაც ვაკეთებ, შეგვიძლია მივუძღვათ დღევანდელ პროცესებს და იქ იყვნენ ქალები, რომლებმაც თავით გამოცდილებაზე ისაუბრეს და ერთ ქალი გავიდა, რომელიც 50 წლის არის დაახლოებით და მითხრა რომ ეს ჩემ ცხოვრებაში იყო საუკეთესო დაბადების დღე, რომელსაც დავსწრები ვარ და ისეთი შემართებით მივდივარ, რომ ამ საქართველოში ასეთი ქალები არიანო და თუნდაც ამ ქალმა რო დაინახა მის მასე უცოცხლო თაობა როგორები არიან და იგი იმედი რომ მიეცა, აი ქონიცება მაგისთვის ხიდდა. და ეს არის ყველაფერი, ანუ რაღაცა დაბადების დღე არა ტაშფანდური, არამედ თუნდაც რაღაცა მიზღნა, აი მაგალითად რომელიღაც ორგანიზაციას უჭირს და ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას, არ წიგნებს ვერ ყიდულობს ბავშვებისთვის. ანუ ყველაფერი რაღაცა შეგვიძლია მიუძღვნათ რა და მაგის ამჯერად და რაღაცა მოკლედ რა ვიცი, ესე ცოტა ნორმალური ცხოვრება რო ქონდა, ანუ პოზიტიური აზროვნების კოუჩიც იქნებოდი. მაგრამ აქედან ყველანი ძიმში. ხო და ვენახში გამუშავებთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოწყედილი იყო. საინტერესო კონცეფცია. ვენახში სიმღერას იწყებ. რა რაღაცა ან აკრძალული გაქვს თუ არ მღერი, ჩემს ვენახში ამას აკრძალული. სიმღერას მაშინ ეწყებ, როდესაც შვიდ და მოდუნებულ მდგომარეობაში ხარ და შენი ნერვული სისტემაც ასე ვთქვათ არის შვიდ მდგომარეობაში და შენ მგონი ძალიან საინტერესო კონცეფცია გაქვს ხო ისედაც ნინოსოულში ადამიანები რომლებიც გსტუმრობენ თან თვითონაც იწყებენ მუშაობას ვენახში და იმზადებენ თავიანთ საუბრს. სავალდებულო რაღაცა შრომითი ისაკ კოლონია. მაგრამ როგორ თავი და ყველა პროტესტს მე ერთ საათში როგორ არის რაღაცა ზათინაც ის რო იწყება მე ხვდები რომ კი ჩამოსასვლელი არ მოკლედ ეგრე საჭირო. ერთველამდე იცოდა ხალი ძალიან მარტივი პროცესია. ანუ ანამდე საქმეებს მაგრამ სათიპი. კი. ძალიან დიდი მადლობა ლილი ამ ძალიან საინტერესო სიღრმისეული კულტურფელი და ძალიან პერსონალური და პირადი საუბრისთვის, საკუთარი ისტორიების გაზიარებისთვის და დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვისმენდა და არ დაეზარა რომ ბოლომდე გამოვყოლო და მე მჯერა რომ ეს საუბარი ბევრისთვის გახდება იმედის ნაპერწკალი ან რაღაც ძალის აღმომჩენი გამბედაობის და ზრუნვის შთამაგონებელი და რაღაც შთაგონების წყარო შეიძლება ასე. კარგი კომენტარები დაგვიწერეთ, ტროლები და ბოტები. მადლობა ძალიან. ძალიან დიდი მადლობა და თქვენ უსმენთ ISIS პოდკასტს მომავალ შეხვედრამდე.